თქვენ უყურებთ კურიერს 6 საათზე მე სანდრო კაჭახიძე ვარ გამარჯობა. მსოფლიო დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ფიცის მოლოდინში ამერიკის 47 პრეზიდენტის ინაუგურაციამდე საათები რჩება. ცერემონიის სამზადისი თითქმის დასრულებულია. ის ვინც ვაშინგტონში ვერ მოხვდა, შესაძლებლობა ექნება ღონისძიებას პირდაპირ ეთერში მიადევნოს თვალი. ინაუგურაციაში ჯამში 200,000-ზე მეტი ადამიანი დაესწრება. მათ შორის იქნებიან ქართველი პოლიტიკოსებიც. სალომე ზურაბიშვილი, გიორგი ვაშაძე და ლიდერები ლელოდან. პირადი მოწვევით თუ ბილეთების შეძენით, ვინ რა გზით მოხვდა ღონისძიებაზე. ოპოზიციურ პარტიებში აცხადებენ, რომ მათმა ლიდერებმა ცერემონიაზე დასასწრებად სპეციალური მოსაწვევები მიიღეს. რესპუბლიკელების მიწვევით მივდივარ, მოწვევა გვაქვს ჩვენ სალომე ზურაბიშვილს, ჩვენ პოლიტიკურ ძალებს, ვინც ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორად განიხილება საქართველოში რა და ძალიან მნიშვნელოვანია ჩავიტანოთ ჩვენი თანამემამულეების გზავნილი, რომ ვაპირებთ ბრძოლას. ძლიერი საქართველოს წევრები და ლიდერები მამკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, გრიგოლ გეგელია არიან და დაესწრებიან ინაუგურაციის საზეიმო ღონისძიებას კონგრესმენების მოწვევით. რა ფორმითაც იქნება პროტოკოლურად გათვალისწინებული ღონისძიება, იმ ფორმით მივიღებთ მონაწილეობას. უახლოეს მომავალში შეიტყობთ უშუალოდ ვინ არის მომწვევი. თბილისში კი განხილვის თემაა ვინ მიიწვიეს და ვინ იყიდა ინაუგურაციაზე დასასწრები ბილეთი საკუთარი სურვილით. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ საინაუგურაციო კომისიისგან ოფიციალური მიწვევა არავის მიუღია და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ბილეთები უბრალოდ შეიძინეს. თვითონ ინაუგურაციასთან დაკავშირებით უარსდები 200,000-მდე ბილეთი არის გაყიდული და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია შეიძინოს ბილეთი და დაესწროს ინაუგურაციას, ანუ განსხვავებული ფასებია, რა თქმა უნდა. ხა ამით ის თვითონ ბატონი ვაშაძე, ბატონი ხაზარაძე, ქალბატონი ზურაბიშვილი ცდილობენ, რომ შეიყვანონ ხალხის შეცდომაში, თითქოს ისინი ეს ოპოზიციონერები ისეთი რანგის ფიგურები არიან, რომ ბატონმა ტრამპმა ისინი ინაუგურაციაზე დაპატიჟა. ხო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დაესწროს თუ გადაიხდის შესაბამის თანხას. გარკვეული ადგილები ამ ინაუგურაციაზე გარკვეული ფასად იყიდება და სურველს ამისას შეუძლია, რომ ეს ინაუგურაციაზე დასწრების ეს ერთგვარი მოკლედ შესაძლებლობა შეიძინოს. ხლა სპეკულაცია ამაზე, რომ მე წავედი და შერატო არ წახვედი, ეს არის ასე ვთქვათ, ის რითაც საერთოდ სპეკულირებს ოპოზიცია, რომ მე მაქვს რაღაცა უფრო მეტი საერთაშორისო წვდომა. ჩვენ აქ სულ სხვა თემაზე გვაქვს საუბარი, ჩვენ საუბარი გვაქვს იმაზე, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში საქართველოს გამომდინარე მის მიერ დაანონსებული ცვლილებებისა საერთოდ პოლიტიკაში, გეოპოლიტიკაში შესაძლებლობა მიეცემა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა თვისობრივად გადაიტვირთოს და საქართველოსთან მიმართებაში ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა იყოს კარდინალურად, მნიშვნელოვნად განსხვავებული, ვიდრე ეს იყო წასული პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირობებში. აქ არის ეს მთავარი. დანარჩენი ყველაფერი, რასაც დღეს ოპოზიცია რითაც სპეკულირებს, ეს არის მეათეხარისხოვანი საკითხი, რომელსაც სპეკულაციის გარდა სხვა რაიმე მნიშვნელოვანი კონკრეტული მიზანი საქართველოსთვის არ აქვს. რაზე ისაუბრებენ ისინი იქ? რა თქმა უნდა, ისინი ისაუბრებენ იქ საქართველოს საწინააღმდეგო საკითხებზე, დასანქცირება და ასე შემდეგ. იმიტომ რომ მათ პოზიტიური დღესასრიგი საქართველოსთან დაკავშირებით, მათ შორის საერთაშორისო არენაზე არ გააჩნიათ. პირველად 40 წლის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინაუგურაცია არა კაპიტოლიუმის შენობის გარეთ, არამედ შიგნით გაიმართება. მიზეზი მოსალოდნელი უამინდობა და ძლიერი ყინვაა. მეტეოროლოგების თქმით, ორშაბათს ვაშინგტონში ტემპერატურა შესაძლოა -11 გრადუსამდე დაეცეს. ინაუგურაციის ცერემონია თბილისის დროით საღამოს 9 საათზე დაიწყება. ჩვენი ვალდებულებაა, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და ამერიკელი ხალხი, მაგრამ სანამ ამას დავიწყებ, უნდა ვიფიქროთ ინაუგურაციაზე. ამინდის პროგნოზის თანახმად 20 იანვარს ვაშინგტონში შესაძლოა რეკორდულად დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდეს. სახიფათო პირობებია ასობით ათასი მხარდამჭერისთვის, ათობით ათასი სამართალდამცავისთვის, საგანგებო სამსახურის თანამშრომლებისთვის, პოლიციის ზაღლებისა და ცხენებისთვისაც კი. ნებისმიერ შემთხვევაში მოსვლას თუ გადაწყვეტთ, თბილად ჩაიცვით. დონალდ ტრამპის ინაუგურაციას 200,000-ზე მეტი ადამიანი დაესწრება, ბუნებრივია ყველა ვერ შეძლებს კაპიტოლიუმის შიდა ტერიტორიაზე შესვლას. ცივი ამინდი ტრამპის მხარდამჭერებს არ აშინებთ.
ჩემი მიზანია რომ მხარი დავუჭირო პრეზიდენტ ტრამპს. სწორედ ამიტომ აქ ვარ. ვაპირებ დავესწრო ინაუგურაციას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს პრეზიდენტს. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ცივი ამინდი იქნება. მე აქ მოვედი რომ მხარი დავუჭირო ინაუგურაციას. მოვედი იმისთვის რომ მხარი დავუჭირო ჩემს ღმერთს და რელიგიას. მიუხედავად გაფრთხილებისა, ჩვენ მაინც მოვვალთ პრეზიდენტის ინაუგურაციაზე. მზად ვართ ამისთვის. გვაქვს ხელთათმანები, ქუდები, შარფები, ქურთუკები. საერთოდ არ გვაწუხებს ის, რომ გარეთ დაბალი ტემპერატურა იქნება. ჩვენ შეგვიძლია ჩვენს თავზე ვიყოთ პასუხისმგებლები. დონალდ ტრამპის ინაუგურაციას არ დაესწრება ჩინეთის ლიდერი, თუმცა ტრამპსა და სი ძინპინს შორის მეგობრული სატელეფონო კავშირი უკვე შედგა. ამის შემდეგ შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში იმ მოლოდინებზე ისაუბრა, რომელიც სი ძინპინთან დაკავშირებით აქვს. პრეზიდენტი სი და მე ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შესაძლებელია, რომ მსოფლიო იყოს უფრო მშვიდობიანი და უსაფრთხო, დაწერა ტრამპმა. სატელეფონო კომუნიკაციის შემდეგ განცხადება გაავრცელა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმაც. ჩინური მედიის ცნობით სი ძინპინმა ტრამპთან საუბრისას აღნიშნა, რომ ჩინეთისა და შეერთებული შტატების ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები ორმხრივად მომგებიანია. დაპირისპირება და კონფლიქტი კი არ უნდა იყოს ორი ქვეყნის არჩევანი. საქართველოს პარლამენტი კი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად ემზადება. სამუშაო ჯგუფი საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში დაიწყებს მუშაობას და 2003-12 წლებში არსებული ხელისუფლებისა და პოლიტიკური თანამდებობების პირების საქმიანობას შეისწავლის. ოპოზიცია ამ პროცესში მონაწილეობას არ აპირებს. ქართულ ოცნებაში კი აცხადებენ, რომ ეს კანონდარღვევაა. ლევან ფანცხავა გაგვაცნობს ამ საკითხის ირგვლივ გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებს. ლევან, ეთერში ხარ. დიახ, სულ უფრო ცოტა დრო რჩება იქამდე, ვიდრე ქართული ოცნება საგამოძიებო კომისიას შექმნის, რომელიც 2003-12 წლებში წინა ხელისუფლების პერიოდში ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს. ბუნებრივია, ამ ინიციატივის გაჟღერების შემდეგ კეთდება განცხადებები პოლიტიკურ სპექტრში ოპოზიციის მხრიდან. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ ისინი არ თვლიან ლეგიტიმურად ამ კომისიას, აქედან გამომდინარე კომისიის მუშაობაში არ ჩაერთვებიან. მათივე შეფასებით, დღეს ხელისუფლებას სურს სხვა პრობლემური თემებიდან გადაიტანოს ყურადღება ამ მიმართულებიდან. როდესაც არალეგიტიმური ქართული ოცნება საუბრობს საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, მინდა ვკითხო მას. იქნებ ჯერ გამოიძიოთ ის დანაშაულობები, რომელიც ჩაიდინეთ თქვენ, იქნებ თქვენს მიერ ჩადენილი მასობრივი და სისტემური დანაშაულობების გამოძიებიდან დაგიწყოთ. ღიმილის მონგრელია ზოგადად არალეგიტიმური პარლამენტის ფარგლებში რაიმე სახის საგამოძიებო კომისიებზე საუბარი, რადგან ამ პარლამენტს არ მოუპოვები არანაირი ლეგიტიმაცია. შესაბამისად, აქ მიმდინარე პროცესები არის სრულიად გასული კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. ქართული ოცნება დარწმუნებულია, რომ 6-თვიანი მუშაობის შემდეგ კონკრეტულ მტკიცებულებებს გადასცემს საგამოძიებო კომისია პროკურატურას. მათივე განცხადებით უკვე პოლიტიკური შეფასებებიდან სამართლებრივი მიმართულება და შეფასება უნდა მიეცეს იმ ქმედებებს, რომელსაც ჩადიოდა წინა ხელისუფლება 2003-2012 წლებში. იმ შემთხვევაში ოპოზიცია არ ითანამშრომლებს საგამოძიებო კომისიასთან, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსით სასჯელით და მმართველი გუნდი ოპონენტებს ასევე ახსენებს ჩანაწერს კონსტიტუციაშიც. საგამოძიებო კომისია ჩვენ როგორც დავაანონსეთ, იცით რომ საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება. ეხლა ვინც არის თანამშრომლებს ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის სანქციები არის გათვალისწინებული. 9 წლიანი რეჟიმი, რომელმაც ომში გაქვია, ტერიტორიები გადააბარა რუსეთში, ის სისტემური დანაშაულები, რაც ხდებოდა, რეკეტი, გაუპატიურება, წამება ადამიანების ოჯახებში, თვალთვალის აძინებლებში და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი დაუჟელი არ უნდა დარჩეს და ჩვენ ბევრჯერ ხაზი გაგვისვავს, რომ ეხლა დადგა ის მომენტი, როდესაც ჩვენი ქვეყანა იმდენად ძლიერი არის და უკვე იმდენად გამტკიცებული არის ჩვენი სუვერენიტეტი და იმდენად დამოუკიდებლები ვართ, რომ შეგვიძლია ეს ნაბიჯი გადავდგათ, ვინაიდან ამ ძალებს მფარველობდნენ გარედან ძალიან ძლიერი, ასე ვთქვათ, აქტორები, რომლებიც ამის საშუალებას არ გვაძლევდნენ და თავს მოგვახვიეს თავის დროზე კოჰაბიტაცია. ჩვენ ხედავთ, რომ ის, რასაც ქართული ოპოზიცია დღეს რეალურად წარმოადგენს, მათი ქმედებები პირდაპირ უკავშირდება ხშირ შემთხვევაში ისეთ ასე ვთქვათ ქმედებებს, რომელიც უკვე არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან პოლიტიკურ პროცესს, ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო ინტერესებს ასე ვთქვათ აზიანებს. აქედან გამომდინარე, რამდენად არის მათი ეს საქმიანობა, ასე ვთქვათ, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის
ქვეშ მყოფი, ამას რა თქმა უნდა შესაბამისი საგამოძიებო შეფასება ჭირდება და ქმედებების ჩატარება ჭირდება. ჩვენ მოგეხსენებათ, რომ კონსტიტუციით და პარლამენტის რეგლამენტით პარლამენტს აქვს საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლება. საკითხები, რომელთა გარშემოდაც იქნება სწორედ აი ეს პოლიტიკური, ასე თქვათ, გამოძიება ჩატარებული, უამრავია დაწყებული ადამიანის უფლებების დარღვევით, დამთავრებული იგივე 2008 წლის ომის საკითხებით, აქ გაუბარი არის როგორც ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე, ბიზნესის წართმევასთან დაკავშირებულ საკითხებზე, არჩევნებში ჩარევის და არჩევნებით მანიპულაციის საკითხებზე, ამიტომ საკითხთა წრე ძალიან ფართო არის და გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა, ეს ინტერესიც საზოგადოებაშიც რეალურად არსებობს. საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კანონმდებლები თებერვლის პირველივე კვირიდან დაიწყებენ მუშაობას და 6 თვის შემდეგ ისინი საჯაროს გახდიან კონკრეტულ მტკიცებულებებს წინა ხელისუფლების დანაშაულებებთან დაკავშირებით. მადლობა ლევან კურიერის პირდაპირ ეთერში ლევან ფანცხავა საუბრობდა. საგამოძიებო კომისიის შექმნის პარალელურად პროკურატურაში საჩივარი შედის. საგამოძიებო უწყებას ამ შემთხვევაში ნეიტრალური საქართველო მიმართავს. მოძრაობის დამფუძნებელი ბატო შაქარაშვილი აცხადებს, რომ საჩივარი ქვეყანაში მოქმედი ჯაშუშური ქსელის გამოვლენის და მათი საქმიანობის გამოძიების მოთხოვნას ეხება. მისივე თქმით, სარჩელი 2012 წლის შემდეგ ოპოზიციის მიერ ჩადენილ სხვადასხვა დანაშაულს მოიცავს. მოძრაობაში ამბობენ, რომ საჩივრის მიღების შემთხვევაში ოპოზიციური პარტიის მიმართ მინიმუმ 7 მუხლით გამოძიება უნდა დაიწყოს. საჩივრის შეტანის შემდეგ გავრცელდა განცხადებაც, სადაც აღნიშნულია, რომ სახეზეა 315 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, შეთქმულება სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, სტაბილურობის და განვითარებისათვის ერთ-ერთ აუცილებელ პირობად მიგვაჩნია ქვეყანაში მოქმედი ჯაშუშური ქსელის გამოვლინება და მათი საქმიანობის გამოძიება და მთლიანად პოლიტიკური ველის ჯაშუშებისგან გაწმენდა. ამ მიზნისთვის, როგორც საზოგადოებას დავუპირდით, ჩვენ მოვამზადეთ შესაბამისი მასალები იმ საჯარო განცხადებათა და მოქმედებათა ჯაჭვის შესახებ, რომლებიც მიმართული იყო ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, რომელსაც ჩადიოდა ქვეყანაში ოპოზიცია წოდებული 4 პარტია და მათი თანამზრახველები და რომელიც მთლიანად მოიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 37 თავით გათვალისწინებულ მუხლებს, რომელიც გულისხმობს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებათა ერთობლიობას. ეს არის რამოდენიმე მუხლი, დაახლოებით 7 მუხლი სისხლის სამართლის, რომელთა მიზნობრიობასაც შეიძლება შეესაბამებოდეს ჩვენი აზრით იმ დანაშაულებათა ერთობლიობა, ის მოქმედებათა ჯაჭვი, რომელსაც წლების განმავლობაში 4 ოპოზიციურ პარტიად წოდებული ორგანიზაციები, ანუ ჯაშუშური ქსელი, ჩადიოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ამერიკული როკ ჯგუფის ქართული ტურნე და კრიტიკა Guns N' Roses ბულინგის მორიგი ტალღას ეფასებენ მმართველ გუნდში ცნობილი ამერიკული ბენდის მისამართით საზოგადოების ნაწილის და სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ მოწოდებებს. ქართულ ოცნებაში ფიქრობენ, რომ მიზანი 30 მაისს დაგეგმილი კონცერტის ჩაშლაა. რაც წერს ყოფილი პრეზიდენტი და რა განცხადებები კეთდება ამ თემაზე პოლიტიკურ სპექტრში. ლელა ჯავახიშვილი მუშაობს ამ საკითხზე, ის უერთდება ახლა კურიერის პირდაპირ ეთერს. ლელა, გისმენთ. ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის პოზიციას იზიარებს და აცხადებს, რომ საზოგადოებაში დღეს საზეიმო განწყობა არ არის. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ხალხის დაკვეთა დღეს ხელახალი არჩევნებია, რომლის ჩატარების შემდეგაც მათივე თქმით უკვე შესაძლებელი გახდება ქვეყანაში მსგავსი კონცერტების გამართვა. ოპოზიციაში ფიქრობენ იმასაც, რომ პრობლემაა, როდესაც ასეთი ღონისძიება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ჩვენ ნამდვილად არ მივესალმებით და სრულიად წინააღმდეგები ვართ იმისი, რომ რაიმე სახის საზეიმო კონცერტები ჩატარდეს და მით უმეტეს მათში იყოს გადახდილი ხალხის თანხა. ხალხის დაკვეთა დღესდღეობით არის ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა, რომლებიც შემდეგ ასახავს ხალხის ნებას და შემდეგ უკვე უნდა ჩავნიშნოთ ის კონცერტის თარიღი.
საზოგადოების უდიდესი ნაწილი დგას ქუჩაში ორი სამართლიანი მოთხოვნით. ეს არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩანიშვნა. ამ ფონზე ხალხისა და ბიუჯეტის ფულის ფლანგვა, გამოყენება, მითვისება და სახლში წაღება არალეგიტიმური ქართული ოცნების მიერ, რა თქმა უნდა შევაფასოთ უკიდურესად ნეგატიურად. ძალიან სამწუხარო ეხა ქალბატონი ზურაბიშვილი, რომელიც მოგვევლინა მით უმეტეს ბოლო თვეების განმავლობაში ხო პირდაპირ უკვე დაუმალავად რადიკალური ოპოზიციის ლიდერად ჩვეულებრივად აგრძელებს ისეთ ქმედებებს, რომელიც ქვეყნისთვის არის საზიანო. ისეთი პოპულარული ჯგუფი, როგორც Guns N' Roses არის, რომელიც ჩამოდის საქართველოში და ცდილობს, რომ ხელი შეუშალო მის ჩამოსვლას, ну აი რატომ აკეთებ ამას, ხო? ერთი რომ ეს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას კიდევ ხელს უწყობს, რა თქმა უნდა, ამას რა თქმა უნდა კიდევ მოყვება რაღაცა დამატებითი ეკონომიკური ბენეფიტები და ასე შემდეგ და როდესაც გამიზნულად ჩვენ ცდილობ რომ ეს ყველაფერი ჩაშალო, ეს მათი ხელწერა არის, ჩვეულებრივად მათი დღის წესრიგი არის. როგორც მოისმინეთ, ქართულ ოცნებაში ფიქრობენ, რომ მათი ოპონენტები მსგავსი მოწოდებებით კონცერტის ჩაშლას ცდილობენ. მართლ პარტიაში ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიცია ყველა იმ სარგებლის მიღებას უშლიან ხელს, რაც ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებს ემსახურება. სწორედ აქ სალომე ზურაბიშვილი იქნება თუ ნებისმიერი ოპოზიციონერი, მათი დამოკიდებულება ქვეყნისადმი რა არის, რომ ქვეყანაში უნდა ყველაფერი გაჩერდეს. ანუ მათ მთელი ამ წლების განმავლობაში აღიზიანებდათ კონკრეტულად ის, რომ ქვეყანაში იყო ეკონომიკური წინსვლა, ქვეყანაში იყო მშვიდობა, ქვეყანა ვითარდება. ეს არის მათთვის ყველაზე მეტად გამაღიზიანებელი რამ. მათი მიზანი ამიტომ არის, რომ ქვეყანაში ეს იქნება ვალუტის კურსი, ეკონომიკური განვითარება, კულტურული ცხოვრება, ჩაკლან, რომ ქვეყანა ჩააბნელონ და ამ ჩაბნელებულ ქვეყანაში მათ, ასე თქვა, თავიანთი პოლიტიკური, რო იტყვიან, ხეირი და მიზანი ნახონ. ეს არის ამათი, ასე თქვა, სახე და მიზანი, იმიტომ რომ ნორმალურ ვითარებაში მათ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არ აქვს. ამიტომ ყველაფერი ის, რაც ქვეყნის წინსვლასთან არის დაკავშირებული, ორგანულად მიუღებელი არის ამ საზოგადოებისათვის, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი თუ სხვა პოლიტიკური ოპოზიციური პარტიები წარმოადგენენ. შეგახსენებთ, რომ Guns N' Roses კონცერტი შეკვეთილში Black-Sea არენაზე 30 მაისსაა დაგეგმილი. მადლობა ლელა, ეს იყო ლელა ჯავახიშვილი. საპატრულო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადმოყვანის ფაქტზე უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ თავისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანით, ასევე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების სასაზღვრო გამშვები პუნქტის სარფის გვერდისავლით საქართველოს ტერიტორიაზე ფარულად უკანონოდ გადმოიყვანა. დანაშაული 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოში სამუშაო ვიზიტით ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის ახალი მეთაური გენერალ-მაიორი ბოგდან რიცერსკი იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ცენტრის მეთაური, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძეს და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალს პოლკოვნიკ ზურაბ ხვიჩია შეხვდა. მხარეებმა საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობებზე, მიმდინარე რეფორმებსა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. განიხილეს საქართველოში მიმდინარე წელს დაგეგმილი ნატო-საქართველოს სწავლებაც. მას საშუალება ჰქონდა ვიზიტის ფარგლებში მოენახულებინა JTEC-ის დაქვემდებარებული ქვედანაყოფები, გაცნობა და ინფრასტრუქტურას და ასევე ტექნიკურ და სიმულაციურ საშუალებებს. კვირის განმავლობაში მას ასევე საშუალება მიეცა აქ მყოფი ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების სხვადასხვა ორგანიზაციიდან ჩამოსული სამუშაო ჯგუფის ნახვა, რომლებიც მუშაობენ ნატო-საქართველოს სწავლების 2025-ის შესახებ დაგეგმარებასა და აღსრულებაზე. ძალიან მაინტერესებდა საქართველოში, კერძოდ კი ნატო-საქართველოს წვრთნების და შეფასების ეროვნულ ცენტრში არსებული სიტუაცია. ჩემი გადასახედიდან და ასევე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე წელს დაგეგმილია ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლება, JTEC-ი წარმოადგენს მნიშვნელოვან ინიციატივას და პროექტს. ასევე ჩემთვის კონკრეტულად კი გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის და ცენტრის პერსონალის მიერ განხორციელებული სამუშაო პროგრამის ფარგლებში JTEC-ის პროექტი ერთ-ერთი პრიორიტეტია. გულახდილად რომ ვისაუბრო, საქართველოში ვნახე საკმაოდ ბევრი მიღწევა. ოფიცრების, სერჟანტების და
სამოქალაქო პირებისგან შემდგარი ჯგუფები, რომელიც აქტიურად მუშაობს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის და ნატო საქართველოს წვრთნების და შეფასების ეროვნული ცენტრის ფარგლებში. ჩვენ ვთანამშრომლობთ JTEX-თან, რათა კიდევ უფრო განვავითაროთ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები. როგორც მეთაური გავაკეთებ ყველაფერს, რომ ცენტრს გავუწიოთ დახმარება, რომელიც მნიშვნელოვან საქმეს ასრულებს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების და თავდაცვითი შესაძლებლობების კიდევ უფრო გაძლიერებისა და გაფართოების მიმართულებით. უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი კახა თილიძე სამშობლოში გამთენიისას ჩამოასვენეს. მებრძოლი სავარაუდოდ ზაპოროჟიეს ოლქში 6 დღის წინ დაიღუპა. თილიძის ცხედარს აეროპორტში ოჯახის წევრებისა და ახლობლების გარდა რიგითი მოქალაქეებიც დახვდნენ. უკრაინაში კიევი გრძელდება დილით რუსეთი ბალისტიკური რაკეტებით თავს დაესხა კიევს. გარდაცვლილია 4 და დაშავებულია 3 ადამიანი. ოკუპანტი უპილოტო საფრენი აპარატებით უტევს სუმის, ხარკოვის, პოლტავას და კრივოი-გრადის ოლქებს. აფეთქებები იყო ზაპოროჟიეს ოლქშიც, დაშავებულია რამდენიმე მოქალაქე და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. უკრაინამ გასულ ღამეს რუსეთის 7 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. ამის პარალელურად გრძელდება იერიში რუსეთის ტერიტორიაზეც. ვოლოდიმირ ზელენსკი სლოვაკეთის ოპოზიციის ლიდერს შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მხარეებმა ენერგეტიკული დამოუკიდებლობის და თავდაცვის საკითხები განიხილეს. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ამბობს, რომ ევროპა უნდა გახდეს ენერგოდამოუკიდებელი რუსეთისგან. თავად ოპოზიციონერმა ლიდერმა უკრაინას და უკრაინელ ხალხს ევროპის დასაცავად თავგანწირული ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა. მე შევხვდი სლოვაკეთის პარლამენტის დელეგაციას, რომელსაც მიკალ სიმეჩკა ხელმძღვანელობდა. ჩვენ განვიხილეთ თანამშრომლობა, მათ შორის ენერგეტიკის სექტორში. მზად ვართ ღიად და დაუფარავად ვიმუშაოთ სლოვაკეთთან, როგორც ჩვენს ყველა პარტნიორთან. ენერგეტიკული თავდაცვისა და მისი მისაღები დაბალი ფასების შესახებ. ზოგიერთი ფიგურა ახლა ავრცელებს დეზინფორმაციას, მაგრამ როდესაც რუსული ტრანზიტი ამოიწურა, რეალობა არის მარტივი. მხოლოდ ურთიერთობებს ევროპის პარტნიორებთან და ჩვენი მონდომება ენერგეტიკული დამოუკიდებლობის სფეროში დაეხმარება ევროპას. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რომ სარგებელი მოუტანოთ ჩვენსავე ერს და არა მოსკოვს. და მე მიხარია, რომ როგორც დღეს მოვისმინე, სლოვაკეთი მხარს უჭერს ამ პოზიციას, განსაკუთრებით ახალი პრეზიდენტის ტრამპის ამერიკული პოლიტიკის დაწყებამდე, რომელიც ითვალისწინებს ენერგორესურსების მნიშვნელოვნად დიდი მოცულობის მიწოდებას გლობალურ ბაზარზე. იმ სლოვაკების სახელით, რომლებიც უკრაინას უჭერენ მხარს, მადლობას ვუხდით თქვენს ჯარს და უკრაინელებს, მამაცობისთვის, გმირობისთვის, თავგანწირვისთვის. სლოვაკეთში ვიცით, რომ საქმე ეხება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთლიანად ევროპის თავისუფლებას, სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას. ისრაელის მთავრობამ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მხარი დაუჭერეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჰამასთან მიღწეულ შეთანხმებას ისრაელის მთავრობა 7 საათის განმავლობაში განიხილავდა. ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მხარი 24 მინისტრმა დაუჭირა, ხოლო 8 წინააღმდეგი იყო. შეთანხმების პირველ ეტაპზე ჰამასმა 33 მძევალი უნდა გაათავისუფლოს, ხოლო ისრაელმა 727 პალესტინელი პატიმარი. ილონ მასკის სოციალურ ქსელ X-ზე ევროკავშირის კონტენტის მოდერაციის წესების დარღვევასთან დაკავშირებით ევროგაერთიანება გამოძიებას ამკაცრებს. ბრიუსელის სოციალური ქსელისგან გარკვეული ინფორმაციის მიწოდებას და დოკუმენტაციის შენახვას ითხოვს. ამის შესახებ სააგენტო როიტერი წერს, 2023 წლის დეკემბერში დაწყებული გამოძიების ფარგლებში ევროკომისიამ სოციალურ ქსელ X თხოვა 15 თებერვლამდე წარადგინოს შიდა დოკუმენტაცია რეკომენდაციების სისტემის შესახებ, რომელიც მოსახლეობას კონტენტს თავაზობს. დაუბრუნდეთ საქართველოში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის მთავრობაში ვეტერანებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. განიხილეს ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების საკითხები, ასევე ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე. სამუშაო ფორმატში შეხვედრა გავმართეთ ვეტერანთა კავშირის წევრებთან. მათი ღვაწლი ძალიან დიდია ჩვენი ქვეყნის წინაშე. მათი საჭიროებების უზრუნველყოფის მიზნით ესეთ შეხვედრები ძალიან პროდუქტიულია და
მომავალშიც გავაგრძელებთ მათთან ურთიერთობას და თანამშრომლობას. შევთანხმდით იმ თანამშრომლობაზე, რომ უფრო მეტი დადებითი და სარგებელი უნდა მიიღოს თითოეულმა დევნილმა, ვეტერანმა და არა მარტო ვეტერანმა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს მთელი ამ სტრუქტურების მუშაობით და ჩვენი თანადგომით. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე სომეხ კოლეგას ლენა ნანუშენს შეხვდა. მხარეებმა ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობა და ორ ქვეყანას შორის პირველადი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის განვითარების საკითხები განიხილეს. ასევე საუბარი შეეხო ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით ერთობლივ პროექტებს. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნების ჯანდაცვის სისტემების გამოწვევებზე, ერთმანეთს გაუზიარეთ გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს პირველადი ჯანდაცვა, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ვისაუბრეთ ადრეული დიაგნოსტიკის და სკრინინგის პროგრამებზე, ასევე კლინიკებში, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო კლინიკებში არსებულ საჭიროებებზე. ჩვენ გქონდა შესანიშნავი შეხვედრა ჩვენს ქართველ კოლეგებთან, ვისაუბრეთ რეფორმებზე, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ და აგრეთვე თანამშრომლობით პროგრამებზე, რომელსაც ერთობლივად ვაწარმოებთ სხვადასხვა საკითხებში, როგორიცაა საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ინფექციის კონტროლი, ჯანდაცვის დაფინანსება, გაციფრულება და პირველადი ჯანდაცვა. ჩვენ ვისაუბრეთ იმის თაობაზეც, თუ როგორ შეგვიძლია ერთობლივად მუშაობა და ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავება ყველა ამ რეფორმის მიმართულებით. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ფინეთში ჰელსინკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ჰელსინკის გამოფენაში 10-მდე სახელმწიფო და კერძო კომპანიაა წარმოდგენილი. გამოფენას ესწრება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც, რომელმაც შეხვედრები გამართა წამყვან ფინურ და ჩრდილოეთ ევროპულ კომპანიებთან ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამაღლებისა და პოპულარიზაციის მიზნით. ჩვენ 3 დღის განმავლობაში ქონდა აქტიური შეხვედრები და დაგეგმილი გვაქვს დარჩენილ დღეებში აქტიური შეხვედრები როგორც ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებთან, ასოციაციებთან, ღონისძიებების და ბიზნეს სექტორის ერთობლივი პროდუქტიული მუშაობისთვის ვფიქრობთ, რომ 2025 წელი ბევრად უფრო წარმატებული იქნება. აღნიშნულ ბაზარზე ვიდრე ვთქვათ, წინა წელი იყო, შესაბამისი მიზნებისთვის გარკვეული აქტივობები იგეგმება. ფინეთის ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებსა და ქართველ კოლეგებს შორის შეხვედრა გაიმართა. განვიხილეთ თანამშრომლობის საკითხები. ბევრი შესაძლებლობებია და ჩვენ ვიმსჯელეთ, როგორ უნდა განვავითაროთ თანამშრომლობა. ფინეთში დიდი ინტერესია საქართველოსადმი. პანდემიამდეც საქართველო ძალიან ტრენდული იყო. ფინელები საქართველოში მოგზაურობით დაინტერესებულები არიან. აინტერესებთ სრიალი, ზღვის სანაპიროების მონახულება და სათავგადასავლო ტურიზმი. მე პირველად მოვხდი ამ გამოფენაზე და ჩემი შტაბ-ჭილება გაოცებული ვარ იმით, როგორ ყველა მიცის საქართველოს შესახებ, ყველა სმენია, ყველა მიცის ხაჭაპური, ფურჩხელა და ყველას უყვარს და აქვთ დაინტერესება. ამ დროისთვის სულ ეს იყო კურიერი პირდაპირ ეთერში 9 საათზე. იზი გურნაძესთან ერთად დაბრუნდება. მე კი ხვალამდე გემშვიდობით კურიერი PS-ში შევხვდებით ერთმანეთს. ნახვამდის.